სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი დღეს საქართველოს მრავალ სახლში პანჯარაში ენთო სანთელი რითაც ჩვენ ვიწევდით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ დედას და მართალ იოსებს რომ ჩვენთან ჩვენ სახლებში ჩვენს გულებში დაბადებულიყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს ის დღეა როცა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ზეციური ძალდი ანგელოზები გალობდნენ დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება დღეს არის განსაკუთრებული დღე შობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა როგორც ამბობს ერთ-ერთი საგალობელი მოზდრი კაცანი და ციდან გარდა მოვიდა უფალი ჩვენი მაცხოვარი აი ეს საგალობელი დიდება მაღალთა შინა ღმერთსა ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება კარგად გავყოფოთ მამაზე ციერმა აცდა მარადის და უწოდითი უძურისამდე ამინ პირველში მინდა გითხრათ რომ დღეს მართლაც საოცარი დღე არის შობის დღესასწაული ეს არის მართლაც გამორჩეული დღესასწაული ჩვენთვის თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ამიტომ მე მინდა გულითად მივულოცო თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს დღევანდელი დღე შობის ბრწყინვალე დღესასწაული ვუსურვ მათ სულიერი სიმშვიდე სულიერი სიმტკიცე მე მინდა ასევე გითხრათ ის რომ მაცხოვარმა იქადაგა ჩვენთვის სიყვარული, სიკეთე, კაცმოყვარეობა, იმტევებლობა, თავგანწირვა. სწორედ ეს არის ის ღირებულებები, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საკუთარ სიცოცხლეს წირავდნენ. და ეს არის ის ღირებულებები, რისკენაც ჩვენ მივესწრაფით. ასე რომ კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას სულიერ სიმშვიდეს, ვულოცავ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეპისტოლესთან დაკავშირებით ბატონო. ეპისტოლი ისევე როგორც ყოველთვის პატრიარქის წლევანდელი ეპისტოლი იყო ძალიან ღრმა, ასე ვთქვათ, შინაარსობრივად ძალიან დატვირთული, ძალიან საინტერესო და მე გამოვყოფდი ერთ-ერთ ეპიზოდს, სადაც პატრიარქმა ბრძანა რომ ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, ისე უნდა გავიაროთ ჩვენი ცხოვრება, რომ დავტოვოთ რაღაც ღირებული. ასე რომ მე ვუსურვებდი ყველას, რომ ჩვენი წვრილი გასაკეთებელი საქმე გავუკეთებინოს ღირსეულად და ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. დიდი მადლობა.